ერთი ასეთი თამაში გვაქვს მამა 90-იანებში და მამა ახლა. Რაღაცა დედა არა? ანუ ფაქტს გეტყვით, რას შვებოდა მაგ დროს მამა? კიჭა. ხო. და რას შვებით მე? ბავშვს არ უნდა ჭამა. რას აკეთებდა კიჭა და რას აკეთებდა აჩი? არაფერს არ აკეთებდა იმას, დედა ჩემს ქონა რაღაცა არაჩვეულებრივი წარმოუდგენელი თვისება. ჩვენ აი რა არის ახლა მე ჩემ თავზე გეტყვი. რა არ მიყვარდა მაშინ და რა მიყვარს ახლა? ვერ ვიტანდი ესე იგი წიწიბურას, კატლეტს, ვერ ვიტანდი წვნიანს, ვერ ვიტანდი აჯაბსანდალს, ვერ ვიტანდი ბორში, სუპი, წვნიანი რაც იყო, შემწვარი კარტოფილი, მაკარონი და რა შეიძლება რომ კიტრი გვიყვარდა, ეს სალათი პომიდორით და არ მახსოვს კიდე. კვერცხი შემწვარი? კვერცხი შევჭამთ, კი ბატონო. ეს ყველაფერი ისე მიყვარს ახლა. რომ წარმოუდგენელია ჩიხირთმას ვერ შევჭამდი ვერასდროს. არის იმას, რა ქვია, აწვნის სუპს ან გოგრის სუპს. და დედაჩემი ხა მაშინ არ იყო რა, მაინდა-მაინც დავხენილი პერიოდი, ხა ყველაფერი ერთდროულად ქონოდა, რაღაცა ერთი წვნიანი ქონდა, ერთი კატლეტი ქონდა, ანუ შემწვარი კარტოფილი ყველაზე მარტივი იყო და ბავშვებიც ალბათ ყველაზე მარტივად და ყველას ეგ უყვარს, ხო ეხლა. დღემდე მშველელია ეგ ჩემ ოჯახში შემწვარი კარტოფილი. ხო და ეცოდა ესე, იმიტომ რომ იცოდა რომ ჩვენ არ გვიყვარდა წვნიანი და წვნიანი კაია რომ რაღაცა ხო ეს ჩვეულებრივად გასაგები არის აქეთ-იქით და გვაძალებდა რა. ანუ წვნიანის დალევას გვაძალებდა და დაუშვათ გააკეთეს ბორში. ეხლა ბორსა და სუპს შორის ჩემთვის განსხვავება არ იყო. არც ერთი არ მიყვარდა, მაგრამ იმიტომ რომ იქ მერე ხო ისინია ნახარში, თქვათ, კომპოსტო ისა, იქ ჭარხალი რაღაცა და მაინდა-მაინც ისინიც ხო და წვენს თუ დალევდი ხო. და იცოდა შეკითხვა რა. აი ესე დღეს ბორშ დალევთ თუ სუპს. იმიტომ რომ თქვათ გაკეთებული აქვს ბორში. და შენ უნდა ამოირჩიო. და თუ ამოირჩევდი ბორშს დატოვების და არ ჭამის შანსი აღარ ქონა, იმიტომ რომ შენ თვითონ არ ამოირჩიე? კითხე, იძია, აგერ ბორში და არ ჭამედიება და შეჭამე ხა, რატო არ ჭამ? და თუ ვერ მოარტყავდი, აი ნახეთ ბორში უკვე და გეკითხება, ბორშ დალევთ თუ სუპს? და შემთხვევით არც ერთი არ მინდა, მაგრამ თქვი სუპი. არა ბორშ დალევ. და სუპი არა აქ და როგორ დაგალევ? ანუ არა ბორშ დალევ გეტყვია. თუ ვერ მოარტყავდი, მეორე სიტყვა თუ არ მოარტყავდი, იშვიათად ვარტყავდით, მაგრამ ვერ ვარტყავდით მოკლედ. არა და გვაძალებდა მე ამას. ეხლა ჩემ შვილებს არ ვაძალებ არაფერს, იმიტომ რომ საბედნიეროდ რაც უნდათ იმას ჭამენ, დარეკავენ იმას გამოიძახებენ ღამის 2 საათზე, რა ვიცი 3 საათზე, მაკდონალდი ჩვენ არ ქონდა, კოკა-კოლა ჩვენ არ ქონდა, ბანანი ჩვენ არ ქონდა, ავოკადო ჩვენ არ ქონდა. რა ვიცი კიდე რა. არაფერიც არ ქონდა. ხო, არაფერი არ იყო, ხო. ეხლა გინდა ეს გამოიძახე, გინდა ეს გამოიძახე, გინდა, აი ქათამი შემწვარი შეიძლებოდა რომ ჩვენ თქვა გვეჭამა იმ პერიოდში. ამათ უყვართ რა, ამა უყვართ, ხო ვერ ვიტყვი რომ არ უყვართ გოგოებსაც, ბიჭებსაც, ანუ რასაც უნდა იმას ჭამე. კი, სახში ეხლა მაინც ვარჩევთ ისეთ საჭმელს, რომ ეხლა თუ არ ჭამე, ხო. ერთი მხრივ და მეორე მხრივ ეხლა თუ მე მაინდა-მაინც აჯავსანდალი მიყვარდა, ისინი არ ჭამენ, მარტო აჯავსანდალი არ მექნება რა, რაღაცა ისეთიც იქნება, ისიც რომ შეჭამე. აჯავსანდალი ისეთი კერძია ბავშვობაში არავის არ უყვარს. მე სხვათა შორის დიდობაში შემიყვარდა, მაგრამ მაგარი რამეა, ძალიან მიყვარს. ხო, ცივიდო, მაგარია. კაი, მე ხა მეორე, ხო? აჩის და შოთის აუციცხე და როგორ იქცეოდა მამაში და როგორ იქცევა აჩი ახლა. იცი რა, მაშინაც და ეხაც განსხვავება ისაა, რომ ჩემი მშობლები ორივე ექიმები იყვნენ. დედაჩემის და მამაჩემის და რატომღაც ეს დედაჩემის ექიმობა და მამაჩემის ექიმობა დედაჩემზე მაინც ქალზე გადადის და ეხა რაცა რო იცი რომ დედა შენი ექიმია მარტივად ეს დალიეს იმას ქენი ეს ერთადერთი რასაც ვერ ვიტანდი, აი ვერ ვიტანდი და დღესაც აი გული მერევა როცა იმის სუნი როცა რაღაცა ყელის ან ხველების ან რაღაცა მსგავსი პროხების რაღაცა ქონდა, მაინდა-მაინც უნდა დაგელია ცხელი რძე, ნაღები და რატო უნდა დამელია ცელიზე რა ვინ მოიგონა ან სადაც რომელი იმაში ეწერა სადღაც რაღაცა შევიდო თქვენი ცუდად დაწერა ხო? ესე იგი აი სულზე ცუდად ხვდებოდი.
და მაძალებდა ამ ღვინო რა იყო და ძის დალევას რა. მსგავსი არაფერი არ მიქნი ხა არც მე რო ხა მაინც რო არიქა ეს დალი ხა ჩემი მეუღლეც ექიმია და ხა თუ ბავში ავათარი რაღაცას პარაცეტამონი თუ ისა თუ სიცხის დამგდები თუ რაც არის მაგრამ მაშინ ეგეც არ იყო მე მგონი ხო ნუ რაღაცა წამლები არ იყო დღეს ალბათ უფრო მეტი საშუალებაა რომ ლუმინალი ის რა ერქვა იმას ასპირინი და რაღაცა დაგელია რა მოკლედ ოფლი მოიდინე ისქენი ინგალაცია ხა მე რაღაცა განსაკუთრებული მასში ვარ ჩართული რომ არიქა რამე წამალი არ გამომჩეს და მე არ მივაწოდო არ ვიცი რომ ჩემი მეუღლე იცის და რა დაალიხმე მეც მაგას ვეკითხები რაღაცა რომ მткиვა რა დავლიო თუ რაღაცა 90-იანების მამა როდის ამბობდა ეუბნებოდა შვილებს მიყვარხარ და თქვენ რამდენჯერ ეუბნებით შვილებს მიყვარხარ ხო ეს სიტყვა თვითონ რაღაცნაირად მიჭირს არ ვიცი ეს გამოხატვის ის არ მაქვს ეთყობა არ ვიცი მუფერება მიყვარს კოცნა მიყვარს ჩახუტება მიყვარს თქვათ კოცნი ყველას მაგრამ ეს მაინდა-მაინც ბავშვებმა იციან მაგალითად ჩემებმა თქმა სულ აი ამ რაღაცა ბევრი გადაცემა ამაზე რომ დედას უთხრა მამას უთხრა რომ გიყვარს იმიტომ რომ ეს ისეთი მნიშვნელოვანი რამ არის ხო ცოტა იმას მიშვება მე არ ვიცი ახლა მე რატომ აქ ეს ვერ ვიტყვი მაგრამ ეს სიტყვა თითქოს მიყვარხარ მაინდა-მაინც ხშირი მითი არა ვარ ანუ მაგრამ მიყვარს რომ მოვალ სახში აუცილებლად უნდა ჩავეხუტო ვაკოცო თვითონ მოდიან და თუ ჩამივლის ვეუბნები შევირიშვილო დაზიან რაღაცა ეს მაქვს მაგრამ თვითონ იციან ხო ლიზამ პატარამ განსაკუთრებით გაიზარდა უპედა დიდია მაგრამ დედამისთან უფრო ჩემთანაც კი მაგრამ მე რო ესე აი ყოველ წამოს ვეუბნებოდე რომ მიყვარხარ არა მაგრამ ალბათ რაღაცა ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ გამოხატავს ამ სიტყვას გონია რომ გძნობენ ხა რომ მიყვარს აბა ეხა სხვანაირად არა ბევრს უთხოვს ხოლმე მაგ სიტყვას ვერ ვამფრთულია თქმა ხო არ ვიცი რატოა ეს რთული ხა მე არ მახსოვს რომ მაინდა-მაინც მამა ჩემს 1000 დღეში ან 3-ჯერ ეთქვა რომ რა თვიდოდე ხა მაგის თქმა ხო მე ხანდახან მეუბნები რომ დედა უფრო გიყვართ ვიდრე და ანუ ეს ხა უკვე ის არის რა ქვია ცოტა მათი გაღიზიანების მეთოდი ხო